ხმაური და დაპირისპირება იყო რუსთაველის გამზირზე გუშინ ღამით. სამართალდამცავებმა პარლამენტთან დემონსტრანტების ნაწილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ესენი საავტომობილო გზის გახსნასთან დაკავშირებით პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. მანამდე აქციის რამდენიმე მონაწილეს და ავტომობილების მძღოლებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის მანქანაზე ავიდა. ის პოლიციამ ხულიგნობის მუხლით დააკავა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა აქციის ერთი მონაწილე, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა. განვითარებული მოვლენებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების შესახებ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ადმინისტრაციული წესით აქციის 20-მდე მონაწილეა დაკავებული. მათ შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია შავგულიც. დედაქალაქის მთავარი გამზირი აქციის დაწყებისას 20 წუთით გადაიკეტა. ამის შემდეგ კი საავტომობილო გზა ჩვეულ რეჟიმში გაიხსნა. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ ვითარება პერიოდულად მხოლოდ მას შემდეგ იძაბებოდა, როდესაც დემონსტრანტები ტროტუარიდან საავტომობილო გზაზე გადასვლას ცდილობდნენ. დაკავებულებს დღეს სავარაუდოდ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის გადაიყვანა. იმას რაც გუშინ მოხდა, იგივე თქვათ პოლიციის მანქანაზე ასვლა, გასაგებია ფორმალურად ეს არ არის ის რაც კანონის ჩარჩოებში ჯდება, მაგრამ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი ამ ადამიანებისა, რომელსაც ჩვენ არ მოუწოდებთ რომ ასე მოიქცნენ და ასე იმოქმედონ. მაგრამ ეს რეჟიმი ველოდება რომ ჩვენ ამ უკანონო აბსოლუტურად დიქტატორულ რეჟიმს და მასთან მებრძოლ ადამიანებს ერთ სიტყვაზე განვიხილავთ. ამ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანი ბრძოლა ეს არის ყველა ნორმალური პატრიოტი ადამიანის არა მარტო უფლება, მოვალეობა. არის მცდელობა, რომ მარგინალიზებულმა, დამარცხებულმა, შერცხვენილმა უმცირესობამ, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საკუთარი ისტერიით თავს მოახსოვს თლიან ქალაქს. გუშინ ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც პოლიციის მანქანაზე აძვრა, ასევე ტაქსის მძღოლს უძვრებოდა, რამდენადაც ვნახე მე ვიდეოში. ეს ადამიანი დღეს არის პირადი პატიმარი გუშინ ევროპარლამენტში სამარცხვინო სპექტაკლისა, რაც ჩვენ ვიხილეთ. როდესაც მოძალადეებს აგმირებენ, აი შემდეგ იღებენ ახალ მოძალადეებს. როგორც ლაზარე გრიგორიადისი გააგმირეს და ერთი მოლოტოვის კოქტეილის ნაცვლად შემდეგ მივიღეთ 10, აი ზუსტად ეს მოხდა გუშინ იმის გამო, რომ მოძალადეები გააგმირეს. ასე რომ ეს ქალბატონი არის პირადი პატიმარი და იმათ დამსახურება ზუსტად, რომ წააქეზეს დანაშაულისკენ. თქვენ ნახეთ რომ გუშინ პირველად მიერ მოახერხეს რადიკალებმა რუსთაველის გამზირის გადაგეტვა, რაც იყო ახალი კანონის მიზანი. ხედავთ რომ კანონი მუშაობს უკვე ეფექტურად, თუმცა რა თქმა უნდა ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. ჩვენ ვერ მივცემთ 50 მოძალადეს იმის საშუალებას, რომ იძალადოს 3.700.000 ადამიანს. პროტესტი არ არსებობს. პროტესტი არ, როდესაც რუსთაველის გამზირზე ვერ გამოყავს სრული მობილიზაციის პირობებში 300 კაციც კი, ხო? ეს ნიშნავს, რომ პროტესტი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, 300 ქართველი ხალხი არის გამოსული და ეს რა თქმა უნდა პროტესტი არ არის, ხო? ამას არ შეიძლება ეწოდოს პროტესტი. რაც სინამდვილეში არ არის პროტესტი, იმას ვერავის დავარქმევინებთ პროტესტს.